შენობა არ არის მხოლოდ კედლები და სახურავი, ის ჩვენი ცხოვრების, წესის, ტრადიციების, ღირებულებების მატერიალური გამოხატულებაა. და წარმოიდგინეთ ისეთი რეალობა, სადაც ყველა ქალაქი იდენტურია, მინის შენობები, ბეტონის კუბები, ერთნაირი კვარტლები, ალბათ ძალიან მოსაწყენი იქნება და უსულო. საბედნიეროდ ასე არ ხდება. სოციოკულტურული გარემო პირდაპირ ისახება ადამიანზე და ზუსტად ჩვენ, ხალხი ვცვლით არქიტექტურას. ამის მშვენიერი მაგალითია თბილისური ეზოები. ევროპელი არქიტექტორების მიერ დაპროექტებული სახლები დროთა განმავლობაში ადამიანებმა ასე ვთქვათ გადააკეთეს და სივრცე მოირგეს თავიანთი ცხოვრების წესის მიხედვით. მეზობლებთან ერთად ყოფნისათვის, საერთო სუფრებისათვის, ერთად სიხარულისა და მწუხარების გაზიარებისთვის, რასაც თბილისურ ეზოს ვეძახით. ამ ეზოებში სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ: ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები, ებრაელები და სხვა. ეს არ იყო მხოლოდ შენობა, ეს იყო სოციალიზაციის, ტოლერანტობის, თანაცხოვრების მოდელი.